გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად. მოკლედ მე აქ ვიბრანჭები უნდა გავიკეთო მაკიაჟი, იმიტომ რომ ახლა გავდივარ გარეთ, მივდივართ ცენტრში, ჩამოვიდა ჩემი ნათესავი მოსკოვიდან და ამიტომ უნდა გამოვიაროთ, მოინატრა აქაურობა, დავაგემოვნოთ კიდევ სადმე ხინკალი. ვფიქრობ კიდევ წავიდეთ მცხეთაში და იქვე არის რესტორანი წისქვილი. ძალიან კარგი ხედებით, ძალიან მომეწონა წინაზე რო ვიყავი და ამიტომ ვფიქრობ რომ იქაც ხوار წავიდეთ თქო, მაგრამ ნახოთ სადაგზა მოვიფიქრებთ, ანუ თუ თვითონ ექნება სურვილი რომ წავიდეთ ცოტა შორ გზაზე, ოკეი, წავიდეთ, მაგრამ თუ არა, მაშინ გავივლით ცენტრში და ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი ადგილებია, სადაც შეიძლება დავაგემოვნოთ ხინკალი, დავლიოთ ყავა, ღვინო, ქართული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვთქვათ გამახსენდა რომ კომენტარებში ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ჩემ ტუჩის ფანქართან დაკავშირებით და ჩემ პომადასთან დაკავშირებით და ასევე ტონალურთან დაკავშირებით. მეგობრებო, ეხლა მე თან გავიკეთებ და თან პარალელურად გეტყვით რა მაქვს და რითი ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს. ეცინი აბაზანა, მოვიდა ბიძა ჩემი, როგორც გეუბნებოდით და აიღო ის ძველი რაც გქონდა, ყველაფერი ძალიან კარგად ყველაფერი აიღეს, მაგრამ შეძენილი მქონდა უკვე აბაზანა, ვანა, რომელიც ამოვიტანეთ გოგოებმა, სხვა გზა არ გქონდა, მოკლედ ამოვიტანეთ გოგოებმა, არ იყო საერთოდ მძიმე. ანუ ეხა მაგ ისტორიებს არ მოვყვები, ზოგან ხალხი და ხელოსნები თავს როგორ ირცხვენენ, მართლა არ მოვყვები ეხლა მაგ ამბავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ეხლანდელი ვანები, რომელიც არის ესეთი ძალიან მჩატეა და არ ვიცი, მართლა ორი ადამიანი აიღებს და ამოიტანს ჩვეულებრივად და ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ეგრე მოხდა. შემდეგ ეს ვანა რო შემოვიტანეთ სახლში, დავურკებით ჩემს რომ მოვიტანეთ ყველაფერი თქო და მოვიდა ეგრევე საღამოს, ჩემი მამიდაშვილი და ბიძა ჩემი, მამაჩემის ძმა და მამაჩემის დიშვილი, ანუ და ვანაში როცა უნდა შეგვეტანა, მოკლედ ვერ ეტეოდა ეს ვანა. იყო გეუბნებით ჩემს სახლში ყველაფერი გაათმაგებულად, რთულად არის რა ვიღაცა რემონტს აკეთებს რემონტს და ჩემთან გაათმაგებულად არის ყველა პრობლემა. არ შეეტია მოკლედ ეს აბაზანა. ავანა დაშალეს, ეს ფეხები რაღაცები მოხსნეს, ისე შეიტანეს, მე იქვე დაამაგრეს უკვე შეტანილი, ანუ უკვე აბაზანაში შეტანილი ეს ვანა, იქვე ააწყეს კიდევ ბიჭებმა და ახლა უნდა დაედგათ და უკვე რა ხდება, ანუ რაღაცნაირად არის ეს მილები გაყვანილი, რომ ეს ფეხები არ უშვებდა კუთხემდე, ну, მოკლედ ეს მილები ამ ფეხებს არ უშვებდა კუთხემდე და ვანა ვერ დაიდგა, ამიტომ დღეს ველოდები რომ უნდა მოვიდნენ და არ ვიცი ეს მილები უნდა გადააერთონ და აგრძელონ თუ გამოაგრძელონ თუ არ ვიცი მოკლედ რა უნდა გააკეთონ, აი არ ვიცი ჩემს ტვინში არ ეტევა ამდენი მართლა, ვერ ხვდები რა და როგორ უნდა გააკეთონ, მან საკმაოდ ნერვიულობ და არ ვიცი ძალიან ისეთი გაღიზიანებული ვარ და მოკლედ არ ვიცი დავდივარ ხოლმე სახლში ქობაკი ძაღლებით, მაგრამ როგორც არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიჩნდება ფული და ძალიან გული მწყდება რომ ეს ყველაფერი ძალიან ესე უგემურად ხდება. გარდა მაგისა გაგვიფუჭდა კიდევ ეს წყლის გამაცხელებელი ქვაბი, აი ამ წამსაც კი ერორს წერს და მე ირთვება ჩვეულებრივად და რა ჯანდაბა უნდა ვერ გავარკვიე. გამოვიძახე ხელოსანი, რომელიც წინაზე ჩემმა დაქალმა მირჩია და მოვიდა ეს ხელოსანი წინას და ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი და ჩვეულებრივად მუშაობდა და მითხრა რომ რაღაცა იყო შესაძლებელი და რა თქმა უნდა, ну, არ ვიცი, იმ მომენტში არ შემიცვლი არ იყო ამის ფინანსები, ну, მოკლედ რა, ანუ ყველაფრისთვის არ არის ეს ფული რა. და ეხლა ხანს უკვე რო ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ძალიან გადადიოდა ეს წნევა, გამოვიძახე ისევ ეს ხელოსანი, ისევ ეს კაცი, რომელიც მირჩია ჩემმა დაქალმა, რომელმაც წინაზე გამიკეთა საკმაოდ სანდო ადამიანი არის და რა ვიცი, წინაზე ძალიან კარგად გამიკეთა ყველაფერი. გამოვიძახეთ ეს ადამიანი და მითხრა რაღაცა ნაწილი იყო შესაძლებელი, რომელიც ღირდა 250 ლარი და პლუს ხელობა დამიჯდებოდა 150 ლარი. ანუ მთლიანობაში გადავიხადე 400 ლარი და დღესაც არ არის გაკეთებული. ანუ მოვიდა, შეცვალა ეს ნაწილი, მაგრამ ისე წავიდა თუ არა, დაწერა ერორი. შემდეგ ეს რაც
უნდა აინთოს, ანუ ცხელწალს არანც მოკლედ არ ვიცი, დღესაც არ არის გაკეთებული, ცალკე ამაზე მაქვს გული გახეთქილი და ძალიან უნერვიულობ ამ ყველაფერზე. ხო და ამ დილას დავურეკე და ვუთხარი, ანუ გუშინ დილას ხომ მოვიდა და გააკეთა და არ იყო გაკეთებული, მე არ ვიყავი უკვე სახლში წასული ვიყავი, დედაჩემამ დამირეკა და მითხრა რომ ეს და ესე არ მუშაობსო და ჩამიგდო ვიდეო ანუ რას და როგორ წერდა. დავურეკე ამ კაცს ისევ საღამოს მოვიდა, ისევ დაიწყო რაღაცების კეთება. და თქვა რომ რაღაცა ნაწილს მოიტანდა ხვალ, მირეკავს ზუსტად ეხლა. აი ამ წამს დამერეკა ხელოსანმა და მითხრა რომ იყო მაღაზიაში და ის ნაწილი რაც არის საჭირო არ იყო, ძალიან დიდი ბოდიშები მიხადა და მითხრა რომ საწყობიდან ხვალ მოიტანენო და როგორც კი ავიღებო ხვალვე, ეგრევე მოვალ შენთან და გაგიკეთებო. საკმაოდ ისეთი პატიოსანი კაცი ჩანს, იმიტომ რომ სულ რაღაცა სულ მირეკავს მეკითხება, აბა რა შვება ხო რა იწია წნევამ ესე ძალიან დიდი ბოდიშებით. მე ლაპარაკება ხოლმე და მოკლედ რა ვიცი რა არ მინდა ეხლა ძალიან ისეთ პანიკა ავწიო, ვფიქრობ რომ ხვალ უკვე ნამდვილად მოიტანს ამ ყველაფერს და გააკეთებს და ყველაფერი კარგად იქნება. გადავიდეთ ჩემს მაკიაჟზე. ხო და იმას ვამბობდი რომ წინა ვიდეოში ჩემო ფანქარმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეხლა მაცივარში მედო, იმიტომ რომ უნდა გავთავო. მოკლედ ეს ფანქარი მეგობრებო შევიძინე ნავნეში. არ ვიცი თუ სწორად ვკითხულობ, მაგრამ Fable თუ რაღაცა ესე ქვია. ნომერი 118 Real Beat ესე ქვია. Lip pencil. ხო და ძალიან მოგეწონათ. ფერი ძალიან გიხდებაო, ყველამ წერდით რა ფანქარიაო. ასევე ჩემი მე ძალიან არ მინდა გავთავო, თორე უეჭველი მოწყდება. ასევე ჩემი პომადა გაინტერესებდა, სხვათა შორის ეს ფანქარი და ჩემი, აი ეს პომადა ძალიან მოუხდა ერთმანეთს. ოღონდ ღმერთო სად არის? აგერ არის. ეს არის სივსელორანის მეგობრებო, აი საბერძნეთში რო ვიყავი და იქ რო შევიძინეთ, მოკლედ აი ის არის. ღმერთო ჩემო, აქ სადაწერია ნომერი. და საერთოდ რა არის, არ ვიცი, ვერ გეტყვით. 205 ნომერია, თუ სწორად ხვდები. მე მგონი 205 ნომერი არის. აი ეს პომადა. აი ესე გამოიყურება, ძალიან ლამაზია. ხო სუფთა, ცოტა შელახულია ჩემი კოსმეტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ამათ გასაბრიალებლად ჯერჯერობით დრო არ მაქვს. რაც შეეხება ტონალურს, მოდით ესე გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ. აი ეს არის, აი ესეთი. და ნომერი ამის არის LW9. ცუდი არ არის, მაგრამ არ ვიცი, აი ეს კუშონი თუ არ გადავაგდე, ხო. აი ეს კუშონი მე მგონი მირჩევნია ყველაფერს. აი ესეთი. წინაზე ვიყიდე ფასდაკლებით PSP-ში ვიყიდე. ეს არის 23 ნომერი, სასწაული. მე რას გავს ვერ განახებთ. ანუ ჯერ ერთი მორჩა და აღარ ხმარობ უბრალოდ აი ეს არ გადამიგდია, იმიტომ რომ თვითონ ეს შიდა მოკლედ შიდა ეს სითხე რაც არის იყიდება და შემიძლია შევცვალო და მე ფასდაკლება რო იქნება შეიძლება კიდევ ვიყიდო. ძალიან მომეწონა. მე თუ მკითხავთ აი ამ კუშონებთან საერთოდ არც ერთი არანაირი, ანუ არ ვიცი ხა ბევრი და მილიარდი არ მაქვს დატესტილი, მაგრამ რაც მაქვს ტონალურობიდან დატესტილი რა ვიცი, აი ამასთან ახლოსაც არ მივა. და აი ეს მეგობრებო, აი ესეც საუბარს გავს. ესეც ათენში ვიყიდე, ხო გახსოვთ წინაზე. აი ესეთი არის შელახული ცოტათი. სახეზე ჩემი სპონჟი დავასრელე, გავიკეთებ მაკიაჟს ცოტას ისე ძალიან ლაითად. მოიცოდეთ ჯერ ამით რატო ვიწყებ, როცა წარბები მაქვს დასალაცხნი. წარბებისთვის მაქვს მეგობრებო, აი ესეთი ბელორუსული ლუქს ვიზაჟი, მაგრამ ძალიან გაუფუჭებიათ, ამას ვყიდულობდი ხოლმე ბელორუსში და ძალიან კარგი იყო. აი ისე მიფიქსირებდა ხოლმე წარბებს, რომ აი რა ვიცი, რაც გინდა ის გექნა, გამოძრეულად იყო ხოლმე წარბები, მაგრამ ეხლა ვიყიდე მოზაიკოში თუ მოზაიკა, როგორ ქვია სწორად აღარ მახსოვს მაგ მაღაზიას და საერთოდ არ ვიცი. დიდად არაფერი, ამის თქმა მინდა. ხო და რა ვიცი. ეხლა ისევ ძიებაში ვარ კარგი წარბის ფიქსატორის, მაგრამ
ჯერჯერობით, რა ვიცი, აქ მე ვერაფერი ვერ ვნახე, რამდენიც ვიყიდე, არაფერი არაფრად არ ვარ ვოთ. მე ჯერ ესე ქვევით ვივარცხნი ხოლმე წარბებს, როგორც ყველა ალბათ, ჯერ ქვევით და შემდეგ უნდა ავარცხნოთ ზევით. ფიქსაცია არც კი ვარცხნის ნორმალურად. აი იმ დებილობებს კი ჯობია რაც ვიყიდე წინაზე. მაგრამ მაინც არ უქნია ღმერთს. ეს ის არ არის, რაც მე მჭირდება. ადრე უფრო კარგად მივარცხნიდა ხოლმე წარბებს. ეხლა კიდევ უფრო კარგი ფორმულა აქონიათ და ახალი გამოვიდა. პალინამ მითხრა და ისიც მინდა რომ თუ ვნახე აქ ერთი დღეს შევალ, თუ ვნახე მაგას ვიყიდი ტონალურზე. რა ვიცი, მე ესე ვისმევ ხოლმე თქვენ არ ვიცი თქვენ როგორც გაგიხარდებათ მეგობრებო. მე ასე. მის ნერვიც არ მაქვს ხოლმე ხანდახან სიმართლე გითხრათ. კარგად. კარგად, აი ესე დიდი ხნის განმავლობაში ვიკეთებ ხოლმე და მე ესე ლამაზად მაჩდება ხოლმე, კანი დატენიანებული მაქვს. გაწმენდილი და დატენიანებული. 15-ში მივდივარ გლამჩატურში, ისევ მაკიაჟის გასაკეთებლად ჩემი დაბადების დღისთვის, ჩემი დაბადების დღის ფოტოსესიის მაკიაჟი უნდა გავიკეთო, დაბადების დღე კი მაქვს 17 თებერვალს, მაგრამ მე წინასწარ მინდა ლამაზი ფოტოები გადავიღო, იმიტომ რომ მე 17-ში აღარ ვიქნები თბილისში. თბილისში არ ვიქნები და ამიტომ წინასწარ აი ესე დავგეგმე ეს ყველაფერი. არაფერი ისეთი განსაკუთრებული, უბრალოდ ცოტა ისე სადღაც კაფეში მინდა ლამაზი ფოტოები გადავიღო. პატარა ტორტით. ისეთი განსაკუთრებული არაფერი. 17-ში ვაპირებ, რომ ძალიან ბევრი ვისრიალო. ჩემ შულთან ერთად და გავერთო აკურიანში. გვინდოდა გუდაური, მაგრამ იცით რომ მან უბრალო მოკვდავები ვეღარ დავდივართ. სამწუხაროდ ძალიან ძვირია ყველაფერი, ძალიან ძვირია. ერთი ღამე გვიჭდებოდა გუდაურში $100. ერთ პატარა ბინაში, ანუ არაფერ ისეთ განსაკუთრებულში. ეხლა ჩვენ აქ თუ მივდივართ და 60-ხიანი ბინა ღირს $160, გუდაურში 60-ხიანი ბინა, მე არ ვიცი. 3 ადამიანის თირკმელი არ ეყოფოდა უეჭველი. ამიტომ გადავწყვიტეთ ბაკურიანი. არ ვიცი, მაშინ გუდაურში ძალიან გაბერილი ფასებია. აი გიჟათ არიან ქცეულები, უკვე ნამეტანი რო სჭირთ და ნამეტანი ჭკუიდან რო იშლებიან, აი ეგ ამბავი არის რა, აქაო და ჩამოდიანო ტურისტებიო და გიჟათ არიან ქცეულები რა. წინაზეც რო დავდიოდი, ერთი წელი გახსოვთ ალბათ ხო, რომ სულ გუდაურში დავდიოდი და მაშინ თლად ესეთი ამბავი არ იყო. ანუ თლად ესე მართლა არ იყო, მაგრამ ეხლა უკვე ნამეტანი სჭირთ და ნამეტანი დაემართათ. რა ვიცი. არ ვიცი, ჩემო კარგებო, რა გითხრათ, არ ვიცი. ანუ ეს არ არის სასტუმრო $100 ხო ხდებით, ეს არის უბრალოდ აპარტამენტები. უბრალოდ აპარტამენტები, არაფერი განსაკუთრებული. არც ყვება შედის, ყვება ცალკე იცით რამდენიც ღირს გუდაურში, ხიჟინაში, ფრირო $35 ღირს და ნურაზე ვილაპარაკოთ, ხო, $5. კარგით მოდით დღევანდელი ფასებით ვილაპარაკოთ და მაქსიმუმ ღირდა $10, მაგრამ $35 ღმერთო სიგიჟია, მართლა არ ვიცი. ცალკე ყვება, ცალკე საბაგიროები, ანუ ადრე თუ ღირდა, შარშან მაგალითად შარშან თუ ღირდა სკიპასი $1.15, დღეს ღირს წელს ღირს $20 ბოდიშით. $20 ღირს ხო $1.100, ანუ $1.100. ანუ
ერთი ასვლა ჩამოსრია, თუ გინდა რომ ჩამოსრიალდე, რამოდენიმეჯერ ხო უნდა ახვიდე დღის განმავლობაში რა. ერთი ასვლა ღირს 20 ლარი. იქ კიდევ არ ვიცი, არის 3 ასვლა, არის დღიურის კიპასი, მაგრამ მაინც ძალიან ძვირი გამოდის რა. მაინც ძალიან ძვირი გამოდის. გიჟური ფასები არა ნორმალური, გაუკონტროლებული ფასები. What? I was night რა, ვიცი რას გაიგებთ. შეიძლება შეიძლება მე არ მაქვს და მეტად მეძვირება, მაგრამ არა, აშკარად განა არ მაქვს. უბრალოდ არა, ეს არ არის ნორმალური ფასები. არ მაქვს და არ არის. და სად არის ჩემი რო ვერ ვპოულობ. Where is? ალბათ იქით დამრჩა. აი არა უშავს. მე მგონი დაბლენდილია ახლა ეს სახე. ნორმალურად 2 საათზე უნდა ვიყო მეორე მეტროში. მე მგონი ყველაფერს მოვასწრებ. წარბზე ბანკარი არ ვიცი გადავისვა თუ არ გადავისვა, მაგრამ ცოტას შევალამაზებ. აი გეფიცებით გინდ წაგისვია ეს ფიქსატორი და გინდ. არა, ძალიან დებილობაა. error SP3 ვუთხრა რასაც წერს error SP3 ხო? თუ 5P3 5P3 ალბათ SP3 ვაი მე რა კარგად ვიცი ყველაფერი ალბათ 5P3-ია ну короче რა მნიშვნელობა აქვს რომ ვეტყვი თვითონ მიხვდება რაზე მაქვს საუბარი აი ეს გამოვიკოვეთოთ ჩვენი ღაწვები. სხვათა შორის ძალიან მოწონს, ძალიან კარგია აი ეს. ძალიან ლამაზად ნაწილდება, რაღაცა ძალიან ლამაზი ფერიც არის თან და თან ისეთი არის მატია, მე რომ მიყვარს რაღაცნაირია, მოკლედ რა ძალიან მოწონს. ის თქმა მინდა. ამის ბლაშსაც ვიყიდიდი, ძალიან ლამაზია, მაგრამ სამწუხაროდ იქ რო ყიდულობდი არ იყო. მე თბილისშიც რო ჩამოვედი, აქაც არ ჰქონდათ. რა იყო ახალ წელზე ვიყავი შესული იმაში. ქვია. მაგრამ არ ვიცი ვულევუ იყო, არ ვიცი. მელიღაცაში ვიყავი რა. ეს არის ბელორუსული, ბელორ დიზაინის ბლაში, ძალიან კარგია. ამის სკულპტორიც მაქვს, აი ესეთი, საყვარელი ვარ. ძალიან კარგია, მოკლედ. ამას თვალსაც ვისმევ ხოლმე, მოიცა ცოტა გადავისვათ. შევწოთ. და დავბლენდოთ ესეც ეს ლამაზად. ხოდა რა ვიცი, მე მგონი მზად ვართ, მე მგონი დავეყოფ. ლამაზები ვართ. როცა ხასიათზე არ ვარ. შესაბამისად, მაკიაჟიც ვერ გამომდის ხოლმე ისეთი, როგორიც მინდა. რომ გამომივიდეს. სარკეში სხვანაირია, კამერაში სხვანაირია. ესეც ბელორუსულია. ძალიან გაიდუშია სხვათა შორის. ესე ავიდუშოთ ოდნავ. წავიდეთ.
1 და 2. ყავას გარეთ დავლე, კიდევ დილას, მაგრამ კიდევ მინდა, მაგრამ ეხლა ვეღარაფერს ვერ მოვასწრებ. თუმ ყავა დავლიოთ გარეთ. ой. და ბოლოს გადავიდეთ კუჩებზე. წავისვათ ჩვენი ფანქარი, რომელიც თქვენ მოგეწონათ. მერტო არ მოხდებოდეს, არ მინდა არაფერი. ძალიან კაი ფანქარია. არ მახსოვს 8 ლარი მივეცი, არ მახსოვს 6 ლარი მივეცი, არ მახსოვს შეიძლება 12 მივეცი, მაგრამ ფანქარი არის იდეალური. ძალიან რბილი. რბილი და ლამაზი. აბა ეხლა ნუ და არ გადახვიდე ზღვარს. თქვენ ანუ და გადავიდა. მაგრამ ეხლა ვიხსენებ მაშინ იმ ვიდეოში, მე მგონი ამაზე მქონდა გადასმული ფლორმარის ბლესკი. ეხლა არ მახსოვს რომელ ჩანთაში მიგდია. მაგრამ ამ პომადასაც ძალიან უხდება, ეხლა გაჩვენებთ. ძალიან რბილია და ძალიან კაია. ძვირად ღირებული პომადის მინუსი. ნახეთ. ხო ამოდის. ანუ არ ამოვიყან. მე აღარ ჩადის. თვითონ დააჭირო და ისე თუ ჩავა. აი ესე უნდა დააჭირო. რო ჩავიდეს და მე რაც მიჩება ხან ესე წავისმევ ხოლმე. უფრო ლამაზი ვიყო. ხარ ვაკეთებ ხოლმე, ხარას ვაკეთებ. მარც. აი ეს. მე მგონი საკმარისია დღეისათვის ჩემი მეიქაპი. აი ეს. დავიმატოთ აქსესუარები, ჩემი საყურეები, ჩემი საყვარელი ესენი ვიყიდე მოსკოვში ძალიან იაფად, მაშინ გლორია ჯინსში, გლორია ჯინსი გქონდა ბელორუსშიც. ესეთი ძალიან ლამაზი საყურეებია, ძალიან მომწონს. ესე პირსინგი ცოტა დავატრიალოთ. აი ესე კიდევ გავიკეთებ აი ამას, აი აქ. აი ესე და გავიკეთებ ჩემს ახალ ბეჯეტს. აი ეს. და всё. დღეისათვის სულ ეს იყო. პაკა-პაკა.